დაყრდნილი თქვა. საქმე იმაშია, რომ რაც არ უნდა ეთქვა ასყურავას, ყველაფერზე ყაბულს არიან სასამართლოში. არ არსებობს რამეზე წინააღმდეგობის დადლა. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა მთავარ ნივთმტკიცებაზე არსებული დარღვევების შესახებ და შუამდგომლობა მათი დაუშვებელ მტკიცებულება ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა. საქმიდან დაიკარგა კიდევ ერთი ნივთმტკიცება, პატულ მხეიძის ქურთუკი. საინტერესო რა არის? ტანის სამოსი და ქურთუკი, რომელიც ჩემ დაცვის ქვეშ ყოფს, ხონდა ის არ წარმოუდგინეს გამოძიებას, დაიკარგა. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად დაცვისა, რომ წარმოედგინათ გამოძიებას ჩვენთვის ის ქურთუკი და ტანსაცმელი, რომელზეც უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზა, ქიმიური ექსპერტიზა, არ აღმოჩნდა არსად. ამაზე არც არავინ დასჯილა და არც სასამართლოსაც არ უმსჯელია კერძო განჩინებით, რომ ან კერძო დადგენილებით იმის თაობაზე, რომ რატომ დაიკარგა ნივთმტკიცება. პროკურორმა მანანა მოსულიშვილმა ქრთამის აღების გამო სასამართლოს მხეიძისთვის 6 წლის თავისუფლების აღკვეთა მოსთხოვა. ნიშანდობლივია ერთი ფაქტი. კოდექსის 328 მუხლი ამბობს, რომ ქრთამის აღება ისჯება ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისთვის ან შეუსრულებლობისთვის. რა იყო ის მოქმედება თუ უმოქმედობა, რისთვისაც მხეიძემ ქრთამი აიღო? ამ საკითხში პროკურატურისა და სასამართლოს პოზიციები გაიყო. პროკურატურა საბრალდებო დასკვნაში მხეიძეს მოქმედების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ მან დამატებით შემოწმებაზე არ წაიყვანა ლორის რუსო. ჩვენ შევისწავლეთ საქმე და ვნახეთ, რომ არც დაზარალებული, არც განსაზღვრელი, არც რომელიმე მოწმე ჩვენებაში დამატებით შემოწმებას არ ახსენებს. უფრო მეტიც, ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების მიხედვით, დამატებითი შემოწმება შეეძლო მოეთხოვა მხოლოდ საკვლევ პირს, ანუ ამ შემთხვევაში ლორის რუსოს, თუ კი ის არ დაეთანხმებოდა ექსპერტიზის პასუხს. ჩვენ კითხვით მიმართეთ პროკურორს, თუ საიდან მოიტანა ეს მოტივი საბრალდებო დასკვნაში, თუმცა პასუხის გაცემაზე მან უარი განაცხადა. მოსამართლე ჯუმბერ კოპალიანმა სასამართლო განაჩენში აღნიშნა. გზაში ლორის რუსომ პატრულ ინსპექტორ მხეიძეს მოსთხოვა მისი კუთვნილი ავტომანქანის გასაღებისა და ავტომანქანის მართვის მოწმობის დაბრუნება, რაზეც ამ უკანასკნელმა თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ქრთამის სახით მოსთხოვა თანხა 20 ლარის ოდენობით, რაზეც ლორის რუსომ თანხმობა განუცხადა და მხეიძეს გადასცა თანხა 20 ლარის ოდენობით, ხოლო მხეიძემ ლორის რუსოს დაუბრუნდა ჩამორთმეული მართვის მოწმობა გასაღებთან ერთად და გაუშვა. საპირისპირო გაირკვა სასამართლოზე. მოწმე ირემაშვილმა ჯერ წინასწარ გამოძიებას აჩვენა. მე დავბრუნდი და მოვიტანე საბუთები. ჩავჯექი მანქანაში უკანა სავარძელზე და ისევ წავედი წყნეთის მიმართულებით. ხოლო შემდეგ სასამართლოს მოახსენა. ყველაზე მთავარი რაც ამ საქმეს რაღაც ისე გაზდევს თან, ამას არ გაუფორმებია, ჩემ დაცვის ქვეშ ყოფს, სიმთვრალეზე არ წაუყვანია. მეორე ინსპექტორი ვირემაშვილი, რომელიც იყო, მან გააფორმა ის და წაიყვანა იმის საკერო შეემოწმებინათ ნარკოლოგიურ სამსახურში, იყო თუ არა ნასვამი ზღორი და ფული ამას რაში უნდა აეღო, ეს გამოძიები დადგენილი არ არის. ესე იგი, თვითონაც განაცხადა სასამართლოზე, რომ მე მქონდა საბუთები და მე გადავეციო. აბა საიდან მოიტანა მოსამართლემ, რომ ჩემაშვილმა ფული აიღო სწორედ საბუთების თანახმად. ჯუმბერ კოპალიანმა მხეიძეს 5 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ არ განიხილა. მხეიძე დღეს ავჭალის კოლონიაში იხდის სასჯელს. ვაგარშა გაიკიზე ლორის რუსო. ადრე თუ ქონიათ მასთან თქვენ სამსახურს რაიმე ურთიერთობა? არ გასწორდა. უცნაურია, რომ არ ახსენდება. ამ სასამართლოს ხდომამდე 4 თვით ადრე 2005 წლის 13 სექტემბერს ვაგარშა გაიკისზე ლორის რუსომ, როგორც დაზარალებულმა კვლავ მიმართა გენინსპექციის უფროს ვასილ სანოძეს განცხადებით. სანოძემ განცხადება შესასწავლად სწორედ მალხას ჩიკვილაძეს დააწერა და მორიგი საქმის წარმოებაც დაიწყო. მოქმედი პირნი და შემსრულებელნი იგივე. დაზარალებული ვაგარშაკი, გენინსპექციის თანამშრომლები ელისაშვილი, ფეიქრიშვილი, ჩიკვილაძე, ექსპერტი риმა ასკურავა. გამომძალველი კი ამჟამად ქარელის უბნის ინსპექტორი თემურ ედილაშვილი აღმოჩნდა. 2005 წლის 16 სექტემბერს ვაგარშაკ ლორის რუსომ მას გენინსპექციაში დანომრილი ფული წაუღო გადასაცემად. გზიდან დაურეკა 600 ლარი მომაქვსო. ედილაშვილმა მოსთხოვა 620 უნდა მოგეტანაო.
20 ლარით იქო გენინსპექციის თანამშრომელმა დაუმატა ვაგარშაკს. მანაც ედილაშვილს ზუსტად 620 ლარი გადასცა. რამდენიმე წუთში ის ქარელის ცენტრში სტალინის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ დააკალა. დაცვის მხარე ანუ ედილაშვილი აცხადებს, რომ ეს იყო ვალი, რომელიც ლორის რუსოს ნაწილ-ნაწილას ესხა. თემურ ედილაშვილი და ვაგარშაკი, რომელსაც ვაჟას ეძახდნენ, დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ. მათ მეგობრობას თემურის მამა გურამ ედილაშვილიც ადასტურებს. ისე კარგად ვიყავით ერთმანეთთან, ხდევნა კოცით, ხდებოდით, გადაკოცინდა ჩემ ქალს, ჩემი დედიკო ხარ, ჩემი ასახა, ჩემი შვილები უნდა მომინათლოთ. შვილების ნათლობას მეუბნებოდა, რომ თემური შვილები უნდა მომინათლოს შეუძლებელი ვარ. ისე კარგად ავთ ერთმანეთს. სწავლობთ ესეთ ამბავი მოხდა. დაკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ ლორის რუსოს ედილაშვილის 100 დოლარი უკვე ემართა, როცა მას დამატებით 150 დოლარის ცეცხლება მოუწია. ამ ვალის აღებას ედილაშვილი ასე აღწერს. ლორის რუსოს უთანხმოება მოუვიდა თბილისში ვინმე გრიგალაშვილთან და მიიღო სხეულის დაზიანება. ჩვენმა განყოფილებამ დაიწყო მოკვლევა ამ ფაქტზე. სხეულის დაზიანების შემდეგ იგი მე თვითონ გავიყვანე საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ მივეცი მკურნალობის ფული 150 ამერიკული დოლარი ჩემი თანამშრომლების მერაბ ქავთარაძის, სოსო გაგლოშვილის და სერგო პოპიაშვილის თანდასწრებით. ლორის რუსოს მიერ თანხის გამორთმევის ფაქტს პოლიციელები ახსნა განმარტებაში ადასტურებენ. ადვოკატი ამ პოლიციელების მოწმედ დაკითხვას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ისინი არ დაკითხა. მეორე ვალი იყო ღვინო წაიღო, ჩემი ბიძაშვილისაგან. 3 სტოფი, 22 ლიტრიანი. რაშიც უნდა გადაიხადა 120 ლარი. ეს ფული გადაიხადა თემურინმა. ესეც ვალად დაეწერა 120 ლარი. ღვინის მუქდა წაღების ფაქტი თემურის ბიძამაც დაადასტურა. აღგამერა და თემური მამამცა თავის ფული, როჩილე რამდენჯერ რო გავიდა რამდენიმე წელი. მამამცა თავის ფული თემური. მაგრამ მე ოთხი სულისა კი არ გართმევთ, ახლა მე მეხათრება და ის ამოიყვანა იმას დავართმევ მე თვითონია მე, მაგრამ არა ვასე იგი ოღონდ აღრაფერი არ იყო და აი იმის მაგივრად დაგვენ ამ ფულსო. დაიდე. არ გავიდა რამდენიმე ხანი და თემური რომ მოთხოვა ის ფული ეთქა რა, რომ მოთხოვა თემური მაგრამ ეს ფული მე კაცერე ფული მიეჩენ რომ გამოხდა რაღაც ეს გინა. ამოიდან კაცმა აიღო და მოუწალებით მოგეცი ფულიო და თორმე რა მაიმუნებან დონებია გუნებაში და ესეც საქმე გაუკეთა იბის. ედილაშვილის ადვოკატმა აფრობუაძემ თავად შეისწავლა ვალის საკითხი. იყო შემთხვევა დიდი ხნის ვალის დაუბრუნებლობის გამო ედილაშვილმა სახლში სადაც ბოგდან ხმელნიცკის მიდამოებში ნაკირევები ქონა მაშინ ამ ლორის რუსოს ფიზიკური შეურაცხყოფას კი მიაყენა, ანუ ვალის დაბრუნების მიზნით. ლორის რუსო ჩვენებაში წერს, რომ ეს იყო ქრთამი, რომელიც მან ედილაშვილს გადაუხადა. პოლიციამ და პროკურატურამ კი სწორედ მისი დაიჯერა. ადვოკატის განმარტებით საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. ქრთამის აღების წინაპირობად კი ლორის რუსომ შემდეგი ამბავი მოყვა, რომელიც თითქოს ცხინვალში მცხოვრებ რამზან თედეევს უკავშირდება. ვინმე თედეევს მიყიდა მანქანა, რომელმა თედეევმაც არ გადაუხადა ფული, ამის სანაცვლოდ უნდა მიეცა თედეევს რაღაც საქონელი, იქ იყო შამპუნებზე ლაპარაკი, საპნებზე და ასე შემდეგ, რომელიც უნდა გადმოეტანა მას საქართველოში და შემდგომი რეალიზაციის შედეგად ამოიღო თავისთვის ზარალის ნახა. ბრალდების მიხედვით სწორედ ამ შამპუნების გადმოტანაში სთხოვა დახმარება ლორის რუსომ ედილაშვილს. ბრალდება ორი დეტალისგან შედგება. პირველი, ედილაშვილმა უთხრა, რომ არსებულ საგუშაგოზე მყოფ თანამშრომლებს იცნობდა და როგორც პოლიციის მუშაკი თავისი სამსახურეობრივი ავტორიტეტის გამოყენებით მის სასარგებლოდ შეძლებდა ზემოთ დასახელებული ტვირთის საგუშაგოზე დაუბრკოლებლად გადმოტარებას. საქმეში არ არსებობს ედილაშვილსა და საგუშაგოს მორიგეებს შორის კავშირის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. მეორე, ამასთან როგორც პოლიციელი თვითონ არ აღკვეთდა საბაჟოს გვერდისავლით ტვირთის გადაადგილებას, რისთვისაც ქრთამის სახით მოითხოვა ფული 600 ლარის ოდენობით. საინტერესოა თვითონ ედილაშვილი როგორ აღკვეთდა ტვირთის გადაადგილებას სოფელ ნულიდან თბილისის საავტომობილო ტრასამდე, როცა ის იყო ქარელის უბნის ინსპექტორი და ფეხით პატრულირებდა. ხოლო სოფელ ნულიდან თბილისის ტრასამდე მიმავალი გზა ქარელზე არ